მსახიობი ონისეონიანი მეოთხე კლასის მოსწავლე იყო, როცა მამამ პირველი ძაღლი წითელი სეტერის სახლში მიუყვანა. მას შემდეგ ონისეს ცხოვრებაში რამდენიმე სხვადასხვა ჯიშის ძაღლი იყო. ბოლოს კი 6 წლის წინ რძისფერი ლაბრადორი მის ცხოვრებაში შემთხვევით გაჩნდა. ეს არის ზურა ჟვანიას ძაღლის შვილი. ნინო ქადაგიძემ სრულად შემთხვევით დარეკა თეატრში, რომ ესაო. ლევანს დაურეკა ბატონ ლევანს და უთხრა, რომ ძაღლი ხوار გინდათ რო გაჩუქოთა და კი არაო, ამან უთხრა, მყავდათ მაგათაც ძაღლი და არაო და აი მე გეხვეწები მე მინდა მეთქი და ნუ მე შევხვდი მეორე დღეს და მომიყვანა ეს აი ერთი თვის იყო ეს პატარა თავისი ყურის ხელა. სახელზე ბევრი არც უფიქრიათ, შვილმა რამდენიმე კვირის ლექვს როკი დაარქვა. ძაღლი განსაკუთრებული თვისებებით პატარაობიდანვე გამოირჩეოდა, არ ჭირვეულობდა, არ ყებდა, არ აპროტესტებდა სახლში მარტო დარჩენას და არ აფუჭებდა საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ფეხსაცმელს. ხუბრობ ხოლმე რომ მამაკაცები ჩვენ ვართ მეთქი მარტო ოჯახში, მე და როკი მეთქი და დავაწერე კიდევაც გვარიც მივეცი ჩემო ბატონო როკი ონიანი არის და 6 წლის გახლავთ. სახში შედი ჩქარა, შენ სახში შედი. როკის სპეციალური გაწვრთნის კურსები არ გაუვლია, მან განსაკუთრებული უნარები თავისით გამოიმუშავა. ესმის ბევრი სიტყვა, პატრონის მიერ მისთვის მიცემულ დავალებებს იმახსოვრებს და დაუყოვნებლივ ასრულებს, ცნობს საგნებსა და იცის ოჯახის წევრების სახელები. ჩვენ ცხოვრობდით ქავთარაძეზე და მესამე სართულზე ვიყავ. ჩაუშვებდი, ისეირნებდა, როცა სიგარეტი მიდედი, იქვე იყო ჯიხური სიგარეტის და დაუძახებდი ლალი ის გამოატანე როკის სიგარეტი და ეგ შეუკრავდა სიგარეტს და ამომიტანდა. ოჯახის საუკეთესო 4 ფეხა მეგობარს სახლში საკუთარი კუთხე აქვს მოწყობილი. ის მთელი ოჯახისგან განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს. უყვარს მთელი დღის განმავლობაში მათთან თამაში და დასასვენებლადაც ოჯახთან ერთად დადის. რაჭაში მივდივართ ახლა, ძალიან მალე წავალთ, წავიყვანთ როკისაც და მე იქიდან ბათუმში და ბათუმშიდაც აუცილებლად ამოყობს თავს.